მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო რთულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მურიგი საჯარო გაშლით. სამდე გაშლას დავიწყებ, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემს არხზე, რომ აქტიურობთ თითოეული კომენტარისთვის, ნებისმიერი აქტიურობისთვის, განსაკუთრებული მადლობა გამომწერებს, მათთვის ვისაც მოწონებული აქვს და გამოწერილი აქვს ჩემი არხი და ასევე მათ ვინ შემოისეირნებს ხოლმე სტუმრად. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მაშასე, დღეს გვექნება საჯარო გაშლა და მოდით ნახოთ ესეთი რაღაცა. რას გეტყოდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რომ შეეძლოს? გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, იქნება სიღრმისეული გაშლა, როგორც მიყვარს ხოლმე, შესაბამისად განაწყოთ გაშლისთვის, მოახდინეთ იმ პიროვნების ვიზუალიზაცია, ვიზეთ გინდათ რომ გაშლას მოусმინოთ, შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი, გამოიყენოთ სურათი და შესაბამისი განწყობის მერე უკვე უყუროთ გაშლას. მაშასე დავიწყოთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, შეექმნათ შესაბამისი განწყობა და მერე უკვე განაგრძოთ გაშლის ყურება. მაშასე, რას გეტყოდათ, რომ შეეძლოს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიგნიფიკაციას გავაკეთებ, რა მდგომარეობა არის ამ წუთას თქვენთან. თქვენ ორ შორის რა ხდება ამ წუთას? მე მგონი თქვენი ურთიერთობა მივიწყებას ეცემა, ხო? მიეცემა ნელ-ნელა. ანუ რა ხდება? ფაქტი არის ის, რომ ნელ-ნელა ვცდილობთ ერთმანეთის დავიწყება, შეიძლება გადაწყვიტეთ, რომ 100 აჯობებს დავიწყოთ ერთმანეთი, აღარ ვიყოთ ერთად და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ აი თქვენი ურთიერთობა მივიწყებას ეცემა. მოდი კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ. კიდევ უფრო მეტად დავაკონკრეტოთ, რა ხდება თქვენ შორის. რატო ხდება ისე, რომ ყველაფერი მივიწყებას უნდა მიეცეს? დაიკარგა თქვენ შორის ის სითბო, ის გრძნობა, რომელიც თქვენ ორ შორის იყო. და რაღაცნაირი უიმედობა არის თან ორივესთან ერთად. ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ადამიანს, თქვენ რომ გიყურებთ, რომ საერთოდ გამოსავალს ვეღარ ხედავთ, თითქოს უკვე ცადეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, მაგრამ უბრალოდ გამოსავალს ვეღარ ხედავთ. ორივე ხვდებით, რომ სადღაც გრძნობები გაქრა, რომ აი სითბო აქ უფრო გრძნობებზე არა. აი ერთმანეთის მიმართ რაღაცნაირი სითბო და ბზრუნველობა არის თითქოს აქ დაკარგული. რეალურად ხართ ძალიან ისეთ თქვენი წყვილი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხო? აქ რო დავსვათ, ეხა შეკითხვა პაუზა არის თუ ურთიერთობის დასასრულიო, აი ზუსტად ის დრო არის, ხო? აი რო ვერ გავურკვევლვართ, რომ კარგად ყოფნაზე რო არ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ხო? ანუ კრიტიკული მდგომარეობა არის წყვილში. როდესაც ჩიხში არის მოქცეული, ჩიხში არის მოქცეული, თქვენ შავხრელი ამოგვივიდა, ხო? იცით ხო, ჩემი ხშირი მსვენელები ვინც ხართ, როდესაც ვამბობ რაღაცას, წარო მიდასტურებს ხოლმე, რომ წინასწარ ვკითხულობ, ბევრი დარწმუნდა უკვე ამაში და აი ესეთ შავი ხვრელი ხო სამყაროში რაც არის იცით ხო? აი თან თქავს რაღაცა, თან თქავს თქვენს ენერგიას, იკარგება ეს თქვენი ენერგია და პლუს ამას შეიძლება არის რაღაცა მცდელობები, მაგრამ ეს მცდელობები შედეგს ვერ იღებს. აი წარმოიდგინეთ, როდესაც მზისხივი მოდის და თქვენ ამ მზისხივს სარკერო დაახვედროთ, ხო? რას იზამს, ხო? უკუაგდებს ამ მზისხივებს და დანიშნულება
განვითარების ადგილას ვერ მიაღწევს. აი ესე არის თითქოს თქვენგანაც. რაღაცა დგას, აი ეს რაღაცა შავი მასა, შავი ენერგია, ხო, რაღაცა ჩავარდნა, რაღაცა ორმო, ხო, შეიძლება ესე ვთქვათ, რომელშიც აი ეს თქვენი თუნდაც პატარ-პატარა მცდელობები, ნუ შეიძლება ვიღაცას დიდი მცდელობები აქვს, ხო? რომ აი ეს ისევ იყოს ეს სითბოს და მზრუნველობის გაზიარება, მოხდეს თქვათ რაღაცნაირად ურთიერთობის შენარჩუნება. თითქოს ყველაფერი ფუჭი და ამაო ხდება და აი ამ შავ ხრელში ცვივდება ყველაფერი, ხო? აქ იყრება ყველაფერი და ხდება აი ამ მოდი ესე ვთქვათ, შავი სარკით უკუგდება იმ მცდელობების, ხო? აი რაღაცა თითქოს თქვენ პარტნიორს უნდა რომ თქვენთან რაღაცა გამოუშვას, დადებით კონტექსტში ვამბობ რა თქმა უნდა, ან თქვენ და აი ვერ მოდის, ხო? აქედან თქვენ უშვებთ, იქიდან ის უშვებს და ვერ ხდება, აი აქ სადღაც ვჩერდებით და აი ეს ყველაფერი ორმოში იყრება. კარგით, მოდით ვნახოთ რა ან ვინ არის აი ასეთი მდგომარეობის მიზეზი, რაც ეხლა თქვენ ორ შორის არის. სხვათა შორის შავი სარკის დასტით ვაკეთებ ზუსტად ეხლა გაშლას. ვიღაცა შურს იძიებს თქვენზე, ჩემო კარგებო. ვიღაცა თავდასხმას ახდენს თქვენზე. ორივეზე. ანუ როდესაც ვეკითხებით დასტას რომ რა, ან ვინ არის შურიზიება. ან ვინ არის აი მიზეზი იმ მდგომარეობის, რომელიც ეხლა თქვენ ორ შორის არის და რატო უნდა მიეცეს თქვენი ურთიერთობა მივიწყებას, აქ გვიჩვენებს, რომ აქ ამოგვდის პიროვნება, რომელიც თითქოს შურს იძიებს. რაზე იძიებს ეს პიროვნება შურს? აი საინტერესოა, რაზე იძიებს ეს პიროვნება შურს? რადგან ესე ამოგვივიდა, რომ შურს იძიებს, ხო? ესე იგი ნახოთ, რას გულისხმობს შურიზიებაში. ძალიან საინტერესოა, რომ ნახეთ, არც არაფერი არ დაგიშავებია რა, ეხლა ვეძებე, ხო? ქონდა თუ არა ამ პიროვნებას რაიმე მიზეზი იმისთვის, რომ თქვენთვის შური ეძიებინათ. თქვენთვის ან თქვენ პარტნიორზე, ან ორივეზე ერთად წყვილზე, ხო? რაღაცა მიზეზი ხო უნდა ქონოდა. მიზეზი თქვენ ამ პიროვნებისთვის არ მიგიციათ. ანუ პიროვნება, რომელიც აი ესე შავი ხვრელივით, ასეთი ნეგატიური ენერგეტიკული მასა ხსავით აი ესე, ხო? სმალა, როგორ თქვა. დგას თქვენ შორის და რომელიც აი ესე ხმალა ამოღებული ცდილობს, რომ ერთმანეთისგან შორს დაგაყენოთ. მას ამის მიზეზი თქვენ არ მიგიციათ, არც თქვენ პარტნიორს, არც თქვენ. ნუ ხო შეიძლება რომ დაუშავეთ, ან მაგალითად სხვისი იყო ეს თქვენი პარტნიორი წაართვით, ხო, რაღაცა ცუდი გაუკეთეთ ან თქვენ ან თქვენმა პარტნიორმა. ნუ როგორც არ ვეძებე, თქვენი მხრიდან ეს არ ყოფილა, ხო? ანუ აქ თვითონ გონია რაზე იძიებს შურს, არ ვიცი მაშინ, მაგრამ თვითონ გონია რომ რაღაცა შურიზეები სამყაროზე ეტყობა გაბრაზებული და ყველაზე და ალბათ უბედურია თვითონ, არ არის ბედნიერი, არ უმართლებდა, არ ვიცი, არ ყავდა კარგი პარტნიორი, არ ვიცი, მოკლედ რაღაცაზე დაბოღმელი და გონია რომ მას ყველაფერი ეკუთვნის და ამიტომ ყველაფრის უფლება აქვს. მოდით მაშინ ნახოთ მიზეზი, ხო? რა მიზეზით, ხო? ალბათებით რო არ ვისაუბროთ, რა მიზეზით ჩადგა ეს ადამიანი თქვენ ორ შორის. რა მიზეზით, რა მიზნით იბრძვის თქვენს წინააღმდეგ. ცით რა არის, ამ ეტაპზე ამ ადამიანმა პრინციპში გაიმარჯვა კიდევაც. თავისი ტყუილებით, თავისი ცბიერებით, თავისი რაღაც მანიპულაციებით ეს ადამიანი ცხოვრობს ილუზიებში.
თვითონ ეს პიროვნება თქვათ ჯანსაღი გონების არ არის. ნუ რა თქმა უნდა, როდესაც ჯანსაღ ურთიერთობას ანგრევ, როდესაც სხვის ურთიერთობაში ყოფ ცხვირს და იცი რომ წყვილი მშვენივრად არის, ბედნიერად არის და შენ მაინც იქ ცხვირს ყოფ, ნუ თქვათ ჯანსაღი ისედაც არ უნდა იყო, ხო? მაგრამ ეს იცით რა არის, ეს პიროვნება არ არის თვითონ ტყუილში ცხოვრობს, ხო? აი ის რაც შექმნა და რა თქმა უნდა მას ეს ყველაფერი შექმნილი აქვს და რა თქმა უნდა ეს რაღაცა манипуляციებით, შანტაჟებით, შეიძლება მაგიებით და ჯადოებით, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. გონია რომ ეს რეალურია, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. ის ილუზიებში ცხოვრობს, უბრალოდ მას უნდა რომ კონდეს ის რაც თქვენ კონდათ, ან სხვებს კონდათ ეს ბედნიერება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის ცრუ რეალობაში ცხოვრობს ეს ადამიანი და მას გონია რომ აი ეს ესე უნდა იყოს რომ ეს სიმართლეა. აჩვენებს თავს ყველას რომ აი გრძნობები აქვს, პარტნიორი ყავს, რომ ბედნიერია. მაგრამ თქვა დალაგებულად მაინც არ არის ეს პიროვნება. ძალიან ცუდი ენერგიები აქვს მას და ბევრი სიბოროტის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს. უკვე თვითონაც იმდენად არის ამ რუტინაში ჩავარდნილი, რომ მე მგონი ეს ქალიც ვეღარ გრძნობს უკვე. მოდით ეხლა ჩვენ გაშლის თემას დავუბრუნდეთ. აი რას ფიქრობს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა გავიგოთ, რას გეტყოდათ ეს ადამიანი. პრინციპში გველაპარაკება ეს პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ და ყვება ამ ისტორიას და ეს ყველაფერი თქვენი ისტორიის ნაწილია, მაგრამ მოდით გკითხოთ, რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აი რაც ხდება თქვენ შორის და რას ფიქრობს? ამბობს რომ მას სხეული არ ემორჩილება. არ ვიცი, რაიმე დაავადება აქვს, რაიმე პრობლემა გაუჩნდა სხეულთან დაკავშირებით. ან შეგრძნება აქვს ისეთი, რომ ეს მისი სხეული არ არის, ხო? ეს არის მდგომარეობა, როდესაც გონებისა და სულის ერთობა არ ხდება ადამიანში და თქვათ ქვეცნობიერი სხვა რაღაცას კარნახობს ადამიანს, ცნობიერი სხვა სულის ძახელი საერთოდ სხვა არის, გონება საერთოდ სხვაგან მიეკაჩება. ამბობს რომ თითქოს თავის სხეულში არ არის, ხო? აი რას გვეუბნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს ჩემი არ არის. მე ჩემს სხეულში არ ვარ. აი რაღაცა ესეთი ამბავი არის. აქ მოდი დავაზუსტოთ, ხო? მოდი დავაზუსტოთ. საიდან დაიწყო ეს აგრესია, დაიწყო ეს თარგო სწრაფად აგრესია, დარდი, დეპრესიული მდგომარეობა, დაიკარგა ეს ჰარმონია თქვენ შორის. და ხო, აი თითქოს აი წარსულს ემშვიდობება, ხო? რას ამბობს ეხა, ხო, როგორ გვიზუსტებს ამას, როდესაც ვამბობ, რომ აი ჩემი სხეული არ არის, ან რაღაცა მე ჩემ თავს არ ვეკუთვნი. ხო, ნუ პრინციპში ამის თქმა შეიძლება მართლა გაუჭირდეს ადამიანს და ზუსტადაც პასუხობდეს ჩვენ შეკითხვას, რომ რას გეტყოდათ რომ შეეძლოს და უბრალოდ მას ამის თქმა ესე პირისპირ თქვენთვის არ შეუძლია ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ეხლა. და რას ამბობს ეხა კიდევ, ხო? მას საშინელი სიბრაზე კლავს, ხო? ხანდახან შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება თვითმკვლელობაზე ეფიქრება, შეიძლება რაღაცა იმიტომ რომ ძალიან ესეთი უიმედობა მოდის აქ, რაღაცა დეპრესიული მომენტები, საკუთარ თავში იმედგაცრუებაც მოდის, ხო? და ამიტომ მრჩევნია რომ აი მე ისაც მე ვიყავი წარსულში, ისეთი აღარ ვარ. აი ნახეთ, აი ამას გვეუბნება. ანუ წარსული მე აქ პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება და ძალიან კარგი რომ არ წავიკითხოთ რომ აი თვითმკვლელობა და რაღაცა ესეთი მძიმე ავადობა არა. უბრალოდ ის ამბობს რომ ის ვისაც შენ მე მიცნობდი, მე ისეთი აღარ ვარ. ხო, ის პიროვნება, ვისაც შენ მიცნობდი, ის მოკვდა და ეხლა ვარ საერთოდ სხვა პიროვნება. ძალიან საინტერესოა. ამბობს რომ მე ვარ უნებლიე მსხვერპლიო.
არა, მაინც ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა სხეულის პრობლემასთანაც არის, იმიტომ რომ რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც არის პრობლემა, ჩემ მოკარგებო. ჯანმრთელობის პრობლემასთან, სხვათა შორის შვილოსნობასთან პრობლემა, რომელს გაქვთ აქ, არ ვიცი, ან ბავშვთან პრობლემა დაკავშირებული, ბავშვთან დაკავშირებული პრობლემა კიდევ. შვილის გაჩენასთან, ასე იგი, აქ შეიძლება იყოს საჯარო გაშლა, ეხლა ხო ხვდებით და არ არის ეს ერთ ადამიანზე გათვლილი, ბუნებრივია. აქ შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ რაღაცა შვილთან დაკავშირებული პრობლემა არის, ჯანმრთელობის ან შვილის გაჩენის, ხო, ჩასახვის გაჩენის პრობლემა, ზოგადად შვილოსნობასთან, შებამის პოტენციასთან, აი რაღაცა ესეთი პრობლემები ჩანს აქეთ, ჯანმრთელობის პრობლემები აქ მამკაცთან თავს იჩენს ძალიან და გვიჩვენებს ამას და ამბობს, რომ მე უნებლიე მსხვერპლი ვარ. ხო, ანუ რაღაცა შეიძლება რაღაცა სულელური ნაბიჯი გადადგა, რომელსაც ახლა ნანობს. სადღაც შეიძლება იაზრებს კიდევაც, რომ აი ეს ნაბიჯი მას არ უნდა გადაედგა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო და დიდი შეცდომა თითქოს არ დაუშვია. მოდით მის განცდებს შევხედოთ. განცდებს, რომელსაც რეალურად არ გვიჩვენებს, ხო? იმიტომ რომ ჩვენი თემა რა არის? რას გვეტყოდა? რომ შეეძლოს. რომ შეგეძლოს შენ გაცდებს, შენ ემოციებს როგორ გამოხატავდი. ძალიან მძიმედ. ის თავს ციხეში გრძნობს. ის გრძნობს, რომ არის აბსოლუტურად შებოჭილი. აქ ორივეს გხედავთ, საკუთარ თავსაც ხედავს და თქვენს გხედავთ. ის ხედავს, რომ თვითონ ხო დატყვევებულია და ხომ აი ციხეში შებოჭილია, ხო, უმოძრაოდ არის, მას არ შეუძლია, მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი და თქვენ ხედავთ, როგორც არ ვიცი, მიტოვებულ პატარძალს, როგორც მიტოვებულ თავის მეორე ნახევარს, ხო? აი თითქოს დაგტოვათ ესე თეთრი კაბით, ხო? და ესე ხედავთ რაღაცა თავის მოგონებებში, არ ვიცი, რაღაცა თეთრ კაბას და ქორწილის კაბა იყოს შეიძლება რაღაცა ესეთი ძალიან ღია ფერის კაბა, რომელიც მის მეხსიერებაში ჩარჩა, ხო, რომელიც გეცვათ მას, მაგრამ მაინც ის ხედავთ, აქ უფრო ეს შედარება უფრო ესეთია, ხო, იმიტომ რომ თეთრი კაბა მაინც სიმბოლურია, რახან თეთრ კაბაში გხედავთ, მაგრამ თქვენც აი ესე ჩაკეტილს, ხო? ანუ მისგან ჩაკეტილს, რომ თქვენთვის მისთან მიმავალი გზები არის დაკეტილი. და საშინელ განცდაში არის, ხო, აი გამოკეტილი, ორივე რო გამოკეტილი ხართ, ის თავისთვის, თქვენთვის. ცალ-ცალკე და ერთმანეთთან მისავალი გზები რო არ არის. ეთით ხანდახან ოცნებობს, რომ აი, არ ვიცი, რომ აი, ფრთები რომ მქონდეს, ხო? აი, სულ ერთი წამით, აი ამ სულ ერთი წამით, აი ამ ბორკილებიდან რომ გავთავისუფლდეთ, ხო? აი ესეთი აქვს ხოლმე ეს მომენტი, რომ აი ამ სხეულიდან რაღაცა სარკოფაგივით არის რა ჩაკეტილი, არ ვიცი, აი რატომ იჩვენებს აი ესეთ შებოჭვას, არ ვიცი, ვერ ვხსნი. და უნდა ხანდახან რომ ესე ჩიტივით ამოფრინდეს, გამოჩნდეს თქვენთან. ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს, აი კიდე ამის თქმა უნდა, ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს აბსოლუტური ნდობა. აი აბსოლუტური ნდობა აქვს. უპირობო, აბსოლუტური ნდობა აქვს მას. კარგით. კიდე რას გვეტყოდა? რას გვეტყოდი? რომ შეგეძლოს, აი ჩვენი გაშლის თემა ეს არის. რას გვეტყოდი, რომ შეგეძლოს?
დაელეწავდა დაანგრევდა ყველაფერს. მას უნდა რომ აი ყველაფერი არ ვიცით წყალმა თუ ღვარცოფმა თუ არ ვიცი საკუთარ თავს შეწირავდა. ის მზად არის რომ ამ ურთიერთობას თავი შეწიროს, მაგრამ უბრალოდ არაფერი არ გამომდის. საშინელი სიბრაზე აქვს და ამბობს რომ დაბრმავებულია როგორც და ვერ ხედავს ხო? დაბრმავებულია ტკივილამდე დაბრმავებულია. აი ის რომ ვერ ხედავს, აი წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც დამაბნეველი რო არ იყოს თქვენთვის, ხო? ჩვენ ახლა მას რას ვეკითხებით, ხო? რას გვეტყოდა რომ შეეძლოს? ანუ ფაქტი არ შეუძლია ამის თქმა მას, იმიტომ რომ, არ ვიცი, შეგონება აქ არეული შეიძლება. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ხო? რეალურად მას ძალიან აწუხებს მის სულს, მოდი ასე ვთქვათ, მის სულს ძალიან აწუხებს რომ ის ბრმა არის, რომ ის ბრმად მოქმედებს. ის მართლა ბრმად მოქმედებს ახლა, ხო? და ეს მას ძალიან დიდ ტკივილს აყენებს. რომ გვეუბნება რომ ის მზად არის მსხვერპლს შეწირვისთვის, რომ დასრულდეს თქვენი ტანჯვაც, იმისთან ის მზად არის მსხვერპლს შეწირვისთვის, ხო? მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ რა თქმა უნდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ ხართ მზად მისთვის რამე გააკეთოთ? ჩემო კარგებო, არც თქვენ ხართ თლად კარგად. არც თქვენი ენერგიები, აი ეს პარაზიტული ენერგიები, ეს ვამპირული ენერგიები, რომლებიც სისხლს სწოვენ, თქვენს კარგად შემოგერიათ და კარგად გამოგაცალათ ძალა და ენერგია. არადა თქვენი ერთადერთი ოცნება ხო, ყველაზე დიდი ოცნება და თქვენი ყველაზე დიდი მიზანი და სურვილი სწორედ ეს არის, რომ რაღაცნაირად იყოთ ერთად. ოღონდ ერთად, აი ადრე როგორც იყავით, ხო? აი ისე. და როგორი სუფთა იყო ყველაფერი. ძალიან სუფთა იყო ყველაფერი, ძალიან ნათელი იყო, არაფერი დამალული თქვენ შორის. ძალიან სუფთა გულწრფელი ურთიერთობა იყო. აი ასეთი ურთიერთობა გინდათ კი. აი ასეთი დაბრუნება გინდათ, მაგრამ არც თქვენ ხართ მთლად კარგ ენერგიებში. ვიღაცა ძალიან წარე და ძალიან მაგრად მუშაობს თქვენზე. კარგი, ბოლო არკანი რამის თხოვნა თუ უნდა თქვენთან. ამ თქმა ისევ. ერთადერთი ნავსაყუდელი შტორმის დროს. ხართ თქვენ მისთვის, ანუ ერთადერთი გადამრჩენელი, ერთადერთი იმედი, ერთადერთი ადამიანი, აქ უპირობოდობაც გვიჩვენა ჩვენ, ხო? ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდოს და ვისი იმედიც აქვს. არავისი არ ჯერა დედამიწის ზურგზე ამ ადამიანს, აღარავისი აღარ ჯერა. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ახლა ესე შორს ხართ ერთმანეთისგან, აი ამ თქვენს მიმართ უპირობო ნდობას ეს ადამიანი მაინც ინარჩუნებს და არ ვიცი ხა მიშველეო შეიძლება ამბობს ვერ გეტყვით თქვენ სკაი საშველი ხართ აქ. შეიძლება ესეც იყოს, ხო? რაღაცა პროცენტისთვის ესეც რეზონირდებოდეს, ხო? რომ შველას გთხოვთ, დახმარებას გთხოვთ. მაგრამ აი მისი ასე ვთქვათ, ამ გაშლაში ბოლო სიტყვა არის სწორედ ეს, რომ ერთადერთი ნავსაყუდელი და თავშესაფარი და ადამიანი, რომელიცაც ის უპირობოდ ენდობა ხართ თქვენ. აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა საკმაოდ მძიმე, საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი, ჩემი აზრით. ეს გაშლა ერთ-ერთი მათგანია, რომელთაც მე ვტრაბახობ ხოლმე, იცით ხო, რომ ძალიან თავდაბალი ვარ და როდესაც ესეთი კარგი გემრიელი გაშლა გამოდის, მე თვითონ ყოფილი ვარ ხოლმე და ამას ვამბობ. და აი ესეთი გაშლა გამოვიდა ზუსტად. ძალიან საინტერესოა, როგორ რეზონირდება ეს გაშლა თქვენთან. და მადლობელი ვიქნები თქვენი გამოხმეურებისთვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ისევ და ისევ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ ნომერზე, WhatsApp-ში ან Viber-ზე. ნომერზე 511 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში, აქაც შეგიძლიათ მომწეროთ და ყველას გიპასუხებთ. მე ულევ მადლობას მოგახსენებთ ყველას იმისთვის, რომ ხართ ჩემს არხზე, იმისთვის, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, ყველას აქტიურობისთვის, პოზიტიური კომენტარებისთვის, ულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.